ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ განსაცდელი და მისი მნიშვნელობა. ამ თემას წარმოაჩენს განსაკუთრებულად აღდგომიდან მე-9 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება. ეს გახლავთ სახარება მათესი მე-14 თავის 22-დან 34 მუხლების ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. და მეხსეულად აიძულა მოწაფეთა შესვლად ნავსა და წინა წარძღვანვად მისა წიაღ კერძო, ვიდრემდე განუტევოს ერი იგი. და ვითარცა განუტევა ერი იგი აღვიდა მთასა ლოცვად თვისსაგან და შერა იმ წუხთა მარტო იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქვეყანით, მრავალ უტევან და იგვემებოდა ღელვათაგან, რამე თუ იყო ქარი იგი პირით კერძო. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო სულით ზღვასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა შეძრწუნდეს და თქვეს ვითარმეთ საოცარ რაიმე არს და შიშისაგან ღაღადყვეს. მეხსეულად ეტყოდა მათ იესო და რქუა კადნიერ იყვენით მე ვარ ნუ გეშინინ. მიუგო პეტრე და რქუა მას უფალო უკუე თუ შენ ხარ მიბრძანე მე მისვლად შენ და წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან რქუა მოვეთ და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი შეეშინა და იწყო დანთქმად. ღაღადყო და თქვა უფალო მიხსენ მე. და მეხსეულად განყო ხელი იესო და უპყრა მას და რქუა მცირედ მორწმუნეო რა ისა შეორგულდი. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი იგი ნავსა მას შინა იყვნეს მოუხდეს და თაყვანისცეს მას და ეტყოდეს ჭეშმარიტად ძეღმრთისა ხარ შენ და განვიდეს და მივიდეს ქვეყანასა მას გენესარეთისასა. ეს ზღვაში ნავით შესვლა უბრძანა მაცხოვარმა მოწაფეებს მას შემდეგ, რაც აღასულა უდიდესი სასაური 5 პურით 5000 მამაკაცისა და მათთან ერთად ქალებისა და ყრმების დაპურება 5 პურითა და 2 თევზით. მაცხოვარი ავიდა მთაზე ლოცვისათვის, ხოლო მოწაფენი იყვნენ ზღვაში და შუა ზღვაში რომ შევიდნენ, ქარიშხალი ამოვარდა და მათ სიცოცხლე საფრთხე დაემუქრა. ბუნებრივია მეტად შეშინდნენ მოციქულები და აი ამ შეიძლება ითქვას უკვე უკიდურესი ესეთი საფრთხის მომენტში მათ იხილეს ზღვაზე მომავალი იესო ქრისტე, მაგრამ მათ ჰქონდათ ესეთი აზრი, რომ გაუჩნდათ ესეთი აზრი, რომ ხომ არ არის ეს მოჩვენება, ხომ არ არის ეს ბოროტი სულის მანქანება, რაც კიდე უფრო ესე ვთქვათ მიმართულია მათი დაღუპვისაკენ. შეძრწუნებული იყო მათი შინაგანი სამყარო და მაცხოვარმა რასაკვირველია იცოდა ეს მათი შინაგანი მდგომარეობა და ასეთი სიტყვებით მიმართა კადნიერ იყავით, ანუ გამხნევდით, მხნედ იყავით, ნუ გეშინიათ ეს მე ვარ. მაშინ რასაკვირველია ამ სიტყვებმა
ძალიან ესე ვთქვათ დიდი სიმშვიდე მიგვარა მოწაფეებს და იმდენად აღფრთოვანდა პეტრე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი გზნებარებით, რომ მან ისიც კი ასე იგი იფიქრა, რომ აი ასეთია ჩვენი უფალი, რომელიც ქარიშხალში, ასე იგი აღელვებულ ზღვაში ფეხით მოდის, ჯერ საერთოდ ზღვაზე გავლა ეს ხო რა უდიდესი სასწაულია და მით უმეტეს აი ამ აღელვებულ ზღვაში და რაოდენ დიდია მისი ძალა და ესეთი სურვილი გაუჩნდა საოცარი, რომ აი შენ ყველაფერი შეგიძლია უფალო და მიბრძანე და მეც ესე იგი გამოვივლი ამ ზღვაზე უკეთ თუ შენ ხარ. მაგრამ ამ სიტყვებში უკეთ თუ შენ ხარ ჩანდა, რომ ეს ბოლომდე რაღაც მისი რწმენა არ იყო მტკიცე და მართლაც უბრძანა მაცხოვარმა რომ მისულიყო. პეტრე გადავიდა ზღვაში ნავიდან, დაიწყო ესე იგი ზღვაზე სიარული, გაიარა ზღვაზე როგორც ხმელეთზე და როდესაც უახლოვდებოდა მაცხოვარს, მან კიდევ ერთხელ ესე იგი ყურადღება მიაქცია აი ამ ქარიშხალს და მის აი ამ საოცარ რწმენაში, რომელიც რომელმაც იგი ზღვაზე გაატარა, ესე ვთქვათ, გაჩნდა მეჭვი, გაჩნდა მერყეობა, შეირყა რწმენა და მან დაიწყო ჩაძირვა. და მიმართა უფალს, რომ უფალო შემიწყალე და მაშინვე უფალმა რასაკვირველია ხელი შეაშველა, მოიყვანა ზღვიდან და უთხრა ასეთი სიტყვები: მცირედ მორწმუნეო, რაისათვის შეურგულდი. ამის შემდეგ, ესე იგი, ისინი ადიან ნავზე და აღფრთოვანებული მოციქულები ეუბნებიან, რომ შენ ჭეშმარიტად ხარ ძე ღვთისა. ანუ აღიარებენ იესო ქრისტეს როგორც ღმერთს, აღიარებენ მის ღვთაებრივ ბუნებას. და ამის შემდეგ, ესე იგი, ნავი მიადგება ნაპირს. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს ქარიშხალი, რომელიც ამოვარდა, რასაკვირველია, არ ყოფილა ღვთის, ასე ვთქვათ, დაშვების გარეშე. უფალმა იცოდა, როდის იქნებოდა, როდის იყო ეს ბუნებრივი მოვლენა, ქარიშხალი როდის ამოვარდებოდა და ბოლოს მასავე შეეძლო, რასაკვირველია, ებრძანებინა ზღვისათვის, რომ ველა დაწყებულიყო, კარი ამოვარდნილიყო და მან გაუშვა მოწაფეები და აი ეს განსაცდელში შეიძლება ითქვას დაუშვა მათი ყოფნა განსაცდელში. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ რწმენა გამოიცდება განსაცდელში. სწორედ განსაცდელში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ადამიანის სასოება თუ არის მტკიცე, ძლიერი ღმერთისადმი, იგი არ კარგავს უფლის იმედს და ინარჩუნებს სიმშვიდეს. აი სწორედ ეს სიმშვიდის შენარჩუნება და სრული მინდობა ღმერთზე არის აი რწმენის გამოხატულება. და აი ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ადამიანის სული მერყეობს, მაშინ ჩანს, რომ ჯერ კიდევ მისი რწმენა არ არის გამტკიცებული და უფალს სურს, რომ დაანახოს მოწაფეებს, რომ მათი რწმენა ჯერჯერობით არ არის სრულყოფილი, მათი რწმენა ძალიან მერყევია და მით უმეტეს, რომ ისინი ასეთი უკვე რამდენი ხანია მაცხოვრის გვერდზე არიან და ხედავენ უდიდეს სასწაულებს, რომელსაც ღვთის ძალის გარეშე ვერავინ ვერ შეძლებდა და რომ უფალი არის ჭეშმარიტად, ესე ვთქვათ, ღვთაებრივი ბუნების მატარებელი. და მიუხედავად ამისა, ესე იგი, აი ასეთი დიდი სასწაული იხილეს 5 პურით და 2 თევზით 5000-ის და მეტის დაპურება და მაინც ესე იგი მათი რწმენა მერყეობს.
ნუ ეს ბუნებრივია პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანის სული სანამ სრულყოფილი შეიქმნება, მასში მუდმივად არის ეს ადამიანური სისუსტეები და რწმენის სისუსტე. რწმენის სისუსტე მასში არის და სწორედ ეს შიში ძლევს ადამიანს. და აი მაცხოვარს, როცა გარდა იმისა, რომ ეს რწმენის გამოცდა და ადამიანი ხედავს თავის მცირედ მორწმუნეობას, ამავე დროს აჩვენებს ადამიანს თუ რაოდენ უსუსურია ადამიანი ღვთის გარეშე და ამით აი ამ დამდაბლებით, როდესაც ადამიანს ამდაბლებს ეს იმას ნიშნავს, რომ თავის რეალურ ბუნებას აჩვენებს, თავის რეალურ უსუსურებას, ასე ვთქვათ, მცირედ მორწმუნეობას, შიშის, ასე ვთქვათ, მარწუხებში ყოფნის ფაქტს აჩვენებს და ამით უნდა რომ ერთის მხრივ ადამიანმა აღიაროს თავის სიმდაბლე და სიმდაბლის აღიარება ეს არის თავისთავად მიმყვანებელი ღვთის აღიარებამდე, რადგანაც თუ ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და განსაცდელებში მას თავის დაცვა, გადარჩენა არ ხელეწიფება და მას ღმერთის წამს, რომ ღმერთი არსებობს, რასაკვირველია, მისი შინაგანი სამყარო მთლიანად, ესე იგი, მიენდობა ღმერთს, მთლიანად ეძიებს ღმერთს და მთლიანად ღმერთის, ესე იგი, იმედით არის. იმედით არის და აი სწორედ აი ამ განსაცდელში სურს უფალს, რომ დაანახოს მოწაფეებს ერთის მხრივ თავისი უძლურება და მეორეს მხრივ ყოვლისშემძლე ღმერთის სიკეთე, საჭიროება, აუცილებლობა და მისკენ სწრაფვის ეს ძლიერი სურვილი, რომ გაუჩინოს ადამიანებს. ამის შემდეგ, ესე იგი, ეს ერთია, როდესაც ეს ყველა მოციქული ამას განიცდის და ხედავს დაბლდება და რასაკვირველია, დიდი სასოება აქვს, უკვე ბოლოდინი აქვს მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი გადაარჩენს და ხედავს უფალს, მათი გულები რასაკვირველია დიდი ნუგეშით ივსება და აი აქ, ესე იგი, არის საინტერესო მომენტი, რომ აი პეტრე იმდენად აღთოვანდება ღვთაებრივი ძლევამოსილებით, რომ რასაც კი ამბობს, რომ აი თუ შენ შეგიძლია, რომ არა თუ მარტო შენ აღასრულო ეს სასწაული, რომ ჩვენც შეგვაძლებინო ასეთი სასწაულის აღსრულება, რომ ჩვენც გავიაროთ ზღვაზე, აი ამ ქარიშხლიან ზღვაში, შემოვიდეთ და ვითარცა ხმელეთზე გავიაროთ და აი ითხოვს ამას უფლისგან და ფალი მართლაც აძლევს ამის ნებართვას, პეტრე შედის და აი აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს იმ წუთებში ჰქონდა ძალიან დიდი რწმენა, მან გაიარა ზღვაზე, ამაზე დიდი რა უნდა მოხდარიყო, მან დაიჯერა უფლისა. აი ეს არის მაგალითი იმისა, რომ ძალიან დიდი რწმენის შემთხვევაშიც შეიძლება ადამიანი შეირყეს, რომ სრულყოფილების მიღწევა ეს მთელი ცხოვრების საქმეა, მთელი ცხოვრება ხდება ადამიანის მიერ სრულყოფა და აი როდესაც ჩვენ აღსარებას ვამბობთ, აი ჩვენ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა მოვინანიოთ ჩვენი არასრულყოფილი სათნოებანი. ჩვენ ადამიანებს ყველა სათნოება გაგვაჩნია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით და ჩვენს მუდამ უნდა ვფიქრობდეთ ამ ხარისხის სრულყოფაზე. არ შეიძლება ვიფიქროთ ასე, რომ თუ გარკვეულ ჯგუფთან, ადამიანების ჯგუფთან, რაოდენობასთან შედარებით, ჩვენ რაღაც სათნოებაში შეიძლება წარვემატებით, სხვებთან შედარებით, რომ ეს საკმარისია ჩვენთვის. არა, იმიტომ რომ თუ მუდმივად არ ვითარდება ადამიანი, მათ შეიძლება დაკარგოს ის მდგომარეობა, რაც მას აქვს. აი ეს პეტრეს მაგალითი ამას გვაჩვენებს, რომ დიდია პეტრეს სარწმუნოება. მან ზღვაზე გაიარა, მაგრამ
იგი არ არის სრულყოფილი და როდის ეცემა ადამიანი, როდის კარგავს ამ სათნოებას, როდესაც მას აღარ აქვს, ესე თქვათ, სიმდაბლის განცდა, როდესაც მას არ აქვს ღვთის მოშიშების განცდა, როდესაც მას დაეკარგება იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან არის, ღვთის წყალობაა და არა ადამიანის დამსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მონაწილეობს აი ამ დიდ სასწაულში, იმიტომ რომ მან გაითავისა, ესე იგი ეს ირწმუნა, კარად ირწმუნა, მაგრამ ესეც არის ღვთის წყალობა და რომ ეს ამის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ სიმდაბლით და მუდმივი საკუთარი შეცდომების მუდმივი ძიებით, მათი აღიარებით და გამოსწორების მცდელობით. აი პეტრე რატომ შეირყა კიდევ ერთხელ ეს უკვე, როდესაც მაცხოვარს შეიპყრობენ, რატო შეირყა პეტრე კიდევ უფრო მეტად? იმიტომ რომ სამჯერ უარყო ქრისტე, იმიტომ რომ სადღაც ის დარწმუნებული იყო თავის ძალებში, რომ მას შესწევდა მაცხოვრისათვის სიცოცხლე გაეწირა. აი მას ეგონა, რომ ეს მას ამის ძალა ქონდა. რასაკვირველია, ღმერთი აძლევს ამის ძალას რომ ადამიანმა, მაგრამ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის მუდმივად ღვთისგან მოცემული ძალა და როგორც კი აი ეს შიში, რომ ეს ძალა არ დაკარგოს, აი ეს არის, ესე იგი, როდესაც ჩათვლის, რომ ეს ძალა მისია, მაშინ უკვე ეს ძალა ეკარგება. და აი ვინ იყვნენ ისინი, ვინც სრულყოფილ წმენას მიაღწია? აი ასეთები იყვნენ დიდი წმინდანები. ძველ აღთქმაში თქვა შეიძლება მოვიყვანოთ ასურელი მამები. უკაცრავად ძველ აღთქმაში შეგვიძლია მოვიყვანოთ აბრაამი, ახალ აღთქმაში თქვა ასურელი მამები. აი მაგალითად დავით გარეჯელის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც დავით გარეჯელი თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოებში გავიდა სამოღვაწეოდ. ისინი სცენარეების ფესვებით იკვებებოდნენ და როდესაც ზამთარი მოახლოვდა და ყველაფერი გახმა უკვე უდაბნოში აღარ იყო მცენარეები, ლუკიანეს შეეშინდა და ტირილი დაიწყო, რომ ჩვენ აქ ვეღარ გავძლევთ, დავიღუპებითო. და დავით გარეჯელმა უთხრა ლუკიანეს, რომ თუ ღმერთს უნდა ჩვენი სიცოცხლე, ის აუცილებლად საკვებს გამოგვიგზავნის. როგორც უდაბნოში მანანა უწვიმა და წყარო, ესე იგი აღმოხეთქა და უწყაროა. ეგვიპტის უდაბნოში, ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს უდაბნოში მოგზაურობის ჟამს. და თუ ღმერთი ჩვენს, ასე ვთქვათ, სიცოცხლეს ინებებს, რომ ჩვენი სიცოცხლე მან მიიღოს ჩვენგან, მაშინ, ესე იგი, ჩვენ აღვესრულებით უფლის მორჩილების ჟამს. როდესაც ჩვენ ვართ უფლის სამსახურში, ღვთის სადიდებლად ცხოვრობთ. და ეს იქნება ჩვენი ცხონების საფუძველი. და მართლაც ამის შემდეგ ყოველ დღე მოდიოდნენ ირმები და აი ამ ირმებს წველიდნენ და ირმების რძით ხაჭოს აკეთებდნენ და იკვებებოდნენ დავით გარეჯელი და ლუკიანი. აი ესეთია მინდობა, სრული მინდობა ღმერთზე. და ვინც ასე მიენდო, ისინი არიან წმინდანები და ჩვენი მიზანი არის მუდმივად სწრაფვა სრულყოფისაკენ, აბსოლუტური სრულყოფისაკენ, ხოლო განსაცდელი არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ ჩვენი რწმენა გამოიცადოს, გამოიწვრთოს. აი სწორედ განსაცდელში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორია ჩვენი რწმენა. იგი მერყევია თუ მტკიცია. ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუ ჩვენ აი ამ
მერყეობაში ვიძირებით და კარგავთ აი ამ სიმყარეს, სულიერ სიმყარეს. აი ეს არის მთავარი აზრი ამ სახარებისა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება, თუმცა ვინაიდან ეს მთელი ცხოვრება უნდა იყოს ამ სარწმუნოების მოპოვებისათვის, მოხვეჭისათვის შრომა, სულიერი შრომა და ზრდა ერთბაშად არ სრულდება. ეს პროცესია, მთელი ცხოვრების პროცესია და როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენს მერყეობას, ჩვენს სირეთმორწმუნეობას, ამან კი არ უნდა ასე თქვათ სასწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ უნდა შევხედოთ რეალურად ჩვენს მდგომარეობას და ვთქვათ, რომ აი ჩვენი სულიერი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის გამტკიცებული, არ არის დამაკმაყოფილებელი და ახსარება უნდა ვთქვათ, უნდა მოვინანიოთ სინანულით, უნდა შევხედოთ და ისევ ვითხოვოთ უფლისგან მტკიცე რწმენა და ისევ ესე ვთქვათ შევეცადოთ, რომ სარწმუნოების შესაბამისად წარმართოთ ჩვენი ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგეხაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.